სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და მე მგონი თქვენც დაგაფიქრებთ ის. ჯონი ადამიანებს აფრთხილებს, სვენელებს აფრთხილებს, რომ მალე დაამთავრებს და მადლობას უხდის წინა კითხვის დამსვლელს. ალბათ იმედია, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავამთავროთ და რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ეს. არ მინდა რომ შეგაწუხოთ, ძალიან დიდი ხანი დაგაკავოთ, იქნებ კიდევ 5 წუთი და რამოდენიმე კითხვას გავცეთ პასუხი. კითხვის ავტორი: თუ იესო ღმერთი და ადამიანია და ჩვენ ვიცით რომ ადამიანსაც აქვს არჩევანი, მაშინ რატომ არ შეეძლო იესოს ცოდვის ჩადენა? მე ესე დავასათავრო, იესოს როგორც ადამიანს ჰქონდა არჩევანის უფლება, ანუ მას ცოდვის ჩადენა შეეძლო? ჯონ მაკარტური: იესოს არ შეეძლო ცოდვის ჩადენა, რადგან მისი ადამიანური ბუნება მისი ღვთაებრივი ბუნების კონტროლის ქვეშ იყო. გასაგებია? და ეს ძალიან კარგი კითხვაა და პასუხი მასე ესეთია. თუ იესო უბრალოდ ადამიანი იქნებოდა, უბრალოდ სრულყოფილი ადამიანი, როგორც ადამი იყო, უბრალოდ სრულყოფილი ადამიანი, მაშინ იესოს შეეძლო ზუსტად ის გაეკეთებინა, რაც ადამმა გააკეთა. იმიტომ რომ ადამი იყო ადამიანი. ის იყო სრულყოფილი ადამიანი, ის იყო უცოდველი ადამიანი და როდესაც ცდუნება განიცადა, მან შესწოდა. იესო იყო სრულყოფილი ადამიანი 100%, იესო უცოდველი იყო, მაგრამ მისი ადამიანური ბუნება მისი ღვთაებრივი ბუნების სრული კონტროლის ქვეშ იყო. ამიტომ მის ადამიანურ ბუნებას არ ქონდა ამ კონტროლიდან გამოსვლის უნარი. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.